მცირე ისტორიულ კონტექსტზე მინდა ბატონ გუბას ვთხოვ დახმარება, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის ერთის მხრივ ასე ნაცნობ, მაგრამ მეორეს მხრივ აბსოლუტურად უცნობ სამყაროზე, იმიტომ რომ ამას თავისი ობიექტური გარემოებები ჰქონდა, საერთოდ ჩაკეტილი იყო ის სივრცე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ის ისტორიული მეხსიერება, რომელიც ჩვენ მოგყვება ირანთან ურთიერთობებისა, სრულიად განსხვავებულ რეალობას ასახავდა მაშინ და ახლა. უცნაური ტრაექტორია განვლო ამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანმა ისტორიულმა ერმა და სახელმწიფომ ბოლო 10 წლების განმავლობაში და მოვიდა ამ წერტილში, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სერიოზული საფრთხის სიგნალების გამშვები დანარჩენ მსოფლიოში დღეს სრულიად უსუსურად გამოიყურება და დღევანდელი გამთენის ოპერაცია ამის ნათელი დასტურია. გუბას მოგვიყევი ამ ირანის შესახებ, როგორ მოვიდა ირანი ამ დღემდე და შემდეგ ვისაუბროთ რას ელი განვითარებისგან. საღამშვიდობის დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. ძალიან შორიდან ვარ დავიწყოთ და ისა დავიწყოთ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. ძალიან მოკლედ გავირბენ ამას რა, რომ რაღაც გარკვეული შთაბეჭდილება შეგვექმნას, როგორი ცვლილებები გაიარა დროის მოკლე მონაკვეთში ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა ხო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში იყო ძალიან ცუდი და არაავტორიტეტული დინასტია, ყაჯარების დინასტია, სხვათა შორის ამის დამაარსებელი აღა მოჰამედ ხანი იყო, რომელმაც დაგვაქცია და ამოგვაგდო. ძალიან მოკლედ რომ თქვა, მე მოხდა ყაჯარების დინასტიის დამხობა და დაამხო რეზა ფეხლევი, მიყო ასეთ სამხედრო პირი, ეროვნებით იყო მაზანდარანელები, ირანული მოდულის ხალხი არის, არა სპარსელები, მაგრამ ირანელები არიან. ის იყო სპარსული კაზაკთა კორპუსის მეთაური, ასე ერქვა. თავის დროზე ყაჯარებს მოეწონათ ძალიან კაზაკური სამხედრო სისტემა რუსულ არმიაში და პირდაპირ გადაიღეს. სტრუქტურაც, ფორმაც, ჩაცმულობაც ჩოხა ხალხით დადიოდნენ. მან მოახერხა გადააყირავა ეს კორუმპირებული დინასტია, ყაჯარების დინასტია და მერე დაიწყო ძალიან რკინის ხელით დაიწყო რეფორმები ირანის. ვესტერნიზაცია დაიწყო სხვათა შორის. ანუ ეს ფეხლევები რაიმე კავშირი სამეფო ძველ დინასტიებთან, მაგრამ კარგი შეკითხვა სხვათა შორის, ახლა დაირქვეს ფეხლევები, ახლა ფეხლევები იყო კარენ ფეხლევანები იყო ასეთი გვარი პარტელების დროს, პარტიის დინასტიის არშაკიდების დროს, ჩვენ ალბათ თუ ვინმეს ნანახი აქვს ჩვენი ლექციათა კურსი, მოგზაურობათა კურსი, ირანს ისლამის შემოსვლამდე ყოველთვის 7-ეული მართავდა, 7 გვარი. აქემენიდების დროს, თქვათ, პარტელების დროს, მესასანიდების დროს და ერთ-ერთი ასეთი დიდებული გვარი იყო ფეხლევების გვარი და ამან დაირქვა ეს. ახლა რამდენად სწორად დაირქვა და რამდენად სწორი გენეალოგია დაამთხვია, ამაზე კამათი დღესაც მით რამდენად იყო ის დიდი ფეხლევების შთამომავალი, მაგრამ დინასტიას დაერქვა ფეხლევანების დინასტია, ფეხლევების დინასტია. პართული დინასტია იყო ეს, დიდგვაროვანული დინასტია იყო, ხო? ძალიან რკინის ხელით მოახდინა რეფორმები, გაათანაბრა ქალებს ჩადრი აკრძალა საერთოდ, აკრძალვებითი არა. კომუნიკაციები ააშენა, ძალიან ბევრი რაღაცები, პორტები გააძლიერა, დიდი რეფორმები ჩაატარა, ოღონდ ამას აკეთებდა სასტიკი ხელით, იმიტომ რომ ირანში ყაჯარების პერიოდში ძალიან სერიოზული იყო სეპარატისტული განწყობები. სპარსული ენაც კი არ იყო სახელმწიფო ენის სტატუსიც კი არ ჰქონდათ. და ირანი მრავალეროვანი ქვეყანა არის, ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ქურთები, ლურები, ბახტიარები, არაბები, ბელუჯები, თურქმენები, რა ვიცი, ვინ არ ცხოვრობს ხო ლამეს. ან უნიტარიზმის იდეით, სხვათა შორის სახელი ირანი დაარქვა რეზა ფეხლევი. მანამდე ერქვა სპარსეთი და ძველი სახელი დაარქვა სასანიდების პერიოდიდან მოდის. ქვეყანას კი ერქვა ირანი, მაგრამ სახელმწიფოს ყოველთვის სპარსეთი ერქვა. ეს ტერმინი რაც დღეს არის, ეს არის რეზა ფეხლევის მამის. მერე მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში მას ჰქონდა აშკარა სიმპათიები ფაშისტური გერმანიის მიმართ და 51 წელში ბრიტანელებმა და საბჭოთა კავშირმა აიძულეს, რომ მას ტახტი დაეთმო. და აღწევდა მისი შვილი, საკმაოდ ახალგაზრდა რეზა ფეხლევი ასევე, რომელიც მე ირანის შახი იყო, ჩვენთვის ცნობილი. მან ძალიან სერიოზული რეფორმები დაიწყო.
იქ იყო ისა რა ქვია მოსადიკის მთავრობა, რომელსაც ნაციონალიზაცია უნდოდა, იქ ბრიტანელები და ამერიკელები ჩაერიან, ერთი სიტყვით მოსადიკი ჩამოაშორეს და შახმა აიღო ყველაფერი ხელში. ეს რეფორმები ძალიან საინტერესო იყო. სწრაფი ვესტერნიზაცია, ქალებს არჩევნო ხმა მიცეს, ალბათ ახლა ჩვენზე უფრო სასახსაც და ჩვენს გვახსოვს ახლა შაჰის დროინდელი ირანი იყო უფრო წინ წასული ქვეყანა ვიდრე თუნდაც მაშინდელი თურქეთი. ხო? მაგრამ ეს ყველაფერი იწვევდა წინააღმდეგობა. მიწები დაარიგა, ფეოდალებს ჩამოართვა, გლეხებს დაურიგა. მერე მოხდა ის, რომ ამ გლეხებმა ეს მიწები გაყიდნენ, ლუმპენიზაცია მოხდა ამ გლეხებს და გააივსო ქალაქები ასეთი მასით, ხო? ძალიან დიდი წინააღმდეგობას აწყდა ფეხლევი შიიტური სასულიერო პირებისაგან, იმიტომ რომ ფეხლევი სპარსულ ნაციონალიზმს, შაჰი იყო ირანული ნაციონალიზმის მომხრე, რომელიც დაუპირისპირა შიიზმს და საერთოდ ისლამს დაუპირისპირა. სხვათა შორის წელთაღრიცხვაც გამოცვალა, აქემენიდების ეპოქიდან დაიწყო მან ათვლა 2500 წელი ირანის ისტორიის გრანდიოზული ზეიმით აღნიშნა პერსეპოლისში, სხვათა შორის ჩასული იყო თითქმის ყველა ქვეყნის მეთაური. თითქმის ყველა ქვეყნის მეფეები, პრეზიდენტები, საბჭოთა კავშირიდანაც იყვნენ ჩასულები. ანუ ის ირანულ ნაციონალიზმის მომხრე იყო საპირწონედ შიიტური, თქვათ, ისლამის. რა თქმა უნდა, ბუნებრივად გამოიწვია ის, რომ სასულიერო ელიტა დაუპირისპირდა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიდი ავტორიტეტით ხალხში აიათოლა ხომეინი, რუჰოლა ხომეინი. მერე გახდა აიათოლა ის. აიათოლა საერთოდ არის წოდება, შიიტური სასულიერო წოდება. ასე ძალიან ცუდად რო შევადაროთ, რაც თქვათ მაგალითად ეპისკოპოსია მართლმადიდებლობაში, ან თუნდაც კარდინალია მაშინ, ხო, კათოლიციზმში. ხო. და შემდეგ აიათოლა დაუპირისპირდა, რუჰოლა ხომეინი დაუპირისპირდა, მე ის განაძევეს ერთი პერიოდი თურქეთში იყო, მეორე პერიოდი ნაჯაფში იყო, ერახში შიიტური ცენტრია იქ, ნაჯაფში მე წავიდა საფრანგეთში. და სხვათა შორის უნდა ითქვას, მას ჰქონდა უდიდესი იდეოლოგიური გავლენა, ის ლოცვებს და ქადაგებებს აგზავნიდა კასეტებზე ჩაწერილს და ის ვრცელდებოდა ხალხში. ახლა შაჰის სისუსტე იმაში იყო, რომ კი ვესტერნიზაციას და მოდერნიზაციას აწარმოებდა ქვეყნის, ხო, მის პერიოდში გაიზარდა ახალი ტექნიკური ელიტა. საინჟირო კორპუსი გაიზარდა უმაღლესი დონის, განათლების სისტემა აიწია, წერა-კითხვის მცოდნეები გაიზარდა ირანში, ხო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი კორუფციის ფონზე ხდებოდა და ბოლო დროში სისასტიკეც კი გამოიჩინა. საბოლოო ჯამში დამთავრდა შაჰის მოღვაწეობა იმით, რომ მიტინგი დახვრიტეს, ჯარმა ესროლა ხალხს. მერე უმართავი პროცესები წავიდა. დასავლეთმა ჩათვალა, რომ შაჰი ვეღარ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას. 79 წელს მოხდა ეგრეთ წოდებული ისლამური რევოლუცია. ხომეინი დაბრუნდა. ახლა ოპოზიცია იქ მრავალფეროვანი იყო ირანში, მარტო შიიტური სასულიერო ელიტა არ ებრძოდა. იქ იყვნენ მემარცხენეებიც, მარქსისტებიც იყვნენ, ლიბერალებიც იყვნენ. იყო ასეთი ძალიან მეჰდი ბაზარგანი, ძალიან საინტერესო კაცი იყო, სხვათა შორის ხომეინი როცა ჩავიდა თეირანში, პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ლიბერალი იყო, ზომიერი ისლამისტი იყო, ძალიან საინტერესო კაცი იყო, წინააღმდეგი იყო იზოლაციის. ორჯერ სხვათა შორის მას ჰქონდა ძალიან სერიოზული დაპირისპირება აიათოლა ხომეინისთან, ბაზარგანს, ორჯერ სხვათა შორის გადადგომაც კი უნდოდა, მაგრამ არ დააკმაყოფილა აიათოლა ხომეინი. მერე გადადგა, ცოტა ხანი იყო მერე მეჯლისის წევრი და მერე მალე გარდაიცვალა. ბაზარგანი ძალიან საინტერესო, სხვათა შორის აი თუ ვინმე კომპრომისული ფიგურა, აი ირანს რო ბაზარგანის გზით და მისი სიტუაციით ევლო, ხო, ასეთ სიტუაციაში, ასეთ რადიკალიზმში არ ჩავარდება. სხვათა შორის არ იყო არც მემარცხენე, არც მემარჯვენე რა, ეს ბაზარგანი. მაგრამ როგორც კი მოვიდნენ ისლამისტები, ხო აი ყველა დანარჩენი ოპოზიციური ძალები ჩააქრეს რა. მათ შორის მარქსისტებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირზე იყვნენ ორიენტირებული და მოხდა სრული კონსოლიდაცია ხელისუფლების, მაგრამ მე ამ კონსოლიდაციას ხელი შეუწყო საგარეო ფაქტორმა.
ეს იყო ერაყთან ომი. ირან-ერაყის ომი, რომელიც მანამდე კიდე იყო დიდი კრიზისი, რასაც ერქვა ამერიკელი მძევლების აყვანა. შოთიშვილის ბაზარგანი ამის გამო გადადგა. მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო 454 დღე ყავდათ თავიდან 66 მძევალი აიყვანეს ამერიკელი დიპლომატები, ნაწილი მერე გამოიყვანეს კანადელები მიერ. შოთიშვილის ფილმია ოპერაცია არგო საინტერესო. კანადელები მიეხმარენ, ნაწილი თვითონ გაანთავისუფლეს ქალები და შავკანიანი ესე დიპლომატები. 454 დღე გაგრძელდა ეს ტყვეობა. საბოლოო ჯამში გაანთავისუფლეს, იმიტომ რომ ომი დაიწყო ერაყთან და ირანს აღარ ჭირდებოდა მანდამაინც გართულებული ურთიერთობა დასავლეთთან, კერძოდ ამერიკასთან. ამ ომმა კონსოლიდაცია მოახდინა ხალხს, იმიტომ რომ ერაყი დაესხა ირანს. ომის მიზეზი იყო ტიგროსი და ევფრატი ორი მდინარე, შუამდინარეთის ბოლოში ერთიანდება და ერთ მდინარედ ჩადის სპარსეთის ყურეში, ამას ქვია შატელ-არაბი. შატელ-არაბი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის, იმიტომ რომ აქედან ხდებოდა ნავთობის გატანა, როგორც ერაყის მიერ, ისევე ირანელების მიერ. თავის დროზე ბრიტანელებმა მოარიგეს 37 წელს ერაყელები და ირანელები, მაგრამ ორმხრივი დარღვევები წავიდა. ამან გამოიწვია ომი ახლა. სადამ ჰუსეინმა მაშინ ჩათვალა, რომ ახლა რევოლუცია მოხდა ირანში, სადაც არმია ფაქტიურად პარალიზებული იყო და გენერალიტეტს გადაუარეს, რეპრესირება მოხდა მაშინ აიათოლა ხომეინის მიერ, ფაქტიურად უთავოდ დარჩა ირანული არმია. ჩათვალა სადამ ჰუსეინმა, რომ აი შატელ-არაბის პრობლემა გადაეწყვეტა და ომი იყო ძალიან სისხლიანი, 8 წელი გაგრძელდა. საბოლოო ჯამში დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რითაც დაიწყო ორი სანაპირო. ერთი არის ირანის მილიონამდე მოქალაქე. ესე იგი, როგორც ითვლიან, დაახლოებით მილიონამდე დაიღუპა ირანელი და დასახიჩრდა და 700,000-მდე ერაყელი. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად თემას მივადექით, ბევრისთვის დღემდე გაუგებარია საერთოდ ისრაელთან ურთიერთობის ასე დაძაბვა და ზოგადად ირანის, ისრაელის ასეთი მიუღებლობა საიდან მოდის? ფესვები რა აქვს? გიორგი, ამაზედაც გაგცემთ პასუხს და მგონია თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ირანის თანამედროვე ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურაზეც უნდა გავჩერდეთ, როგორ არის მოწყობილი, ცოტა უცნაურად არის. როგორ იმართება ეს სახელმწიფო, ხო? ხარად შეეხება ისრაელთან გაუარესებული ურთიერთობა. თავარი მიზეზი რაც არ უნდა გაუკვირდეს ახლა ჩვენს ტელემაყურებელს და ძალიან ბევრს, თავარი მიზეზი ეს არის შიდა ისლამური დაპირისპირება, კერძოდ შიიტებსა და სუნიტებს შორის. ანუ ვინ უფრო მაგარი მუსლიმია. 79 წელს როცა მოვიდნენ აიათოლები ხელისუფლებაში, ახალი დამთავრებული იყო ისრაელის და არაბების ომი, 73 წლის ომი და სასტიკად დამარცხებული იყო, სასტიკად შერცხვენილი იყო არაბული და სუნიტური სამყარო, იმიტომ რომ 4-ჯერ დაამარცხეს ებრაელებმა მთელი ამ ხნის განმავლობაში არაბული სამყარო და სუნიტური სამყარო და როცა ესენი მოვიდნენ ირანში, მათ წამოწიეს აიათოლა ხომეინის მთავარი იდეა იყო ისლამური რევოლუცია. რას ნიშნავს ისლამური რევოლუცია? შიიტური გაგებით, რომ შიიტები ვიცით, რომ თვლიან, რომ საერო ხელისუფლება უნდა ემორჩილებოდეს აუცილებლად სასულიერო ხელისუფლებას, ანუ თეოკრატია უნდა იყოს. ისინი არ აღიარებენ არც სულთნებს, არც ხალიფებს, არც შახებს. იმიტომ რომ ისლამური თეოკრატია, კერძოდ უпроსორად შიიტური ისლამური თეოკრატია გულისხმობს, რომ ყველაფრის თავში უნდა იყვნენ სასულიერო პირები, იმამატი, ანუ აიათოლები, ხო? რას აღიარებს შიიზმი, რომ არავინ არ არის ლეგიტიმური მუსლიმების თემის მეთაური უნდა იყოს მარტო მუჰამედის ოჯახიდან გამოსული, კერძოდ ალისა და ფატიმას შვილებიდან, ჰუსეინის შთამომავლებიდან უნდა იყოს, ამიტომ ყავთ 12 იმამის თეორია. ამიტომ ეძახიან შიიტებს, ხშირად ეძახიან ორათიანელებს რა, ისნა აშარიტები, ასე ქვია, თავის ანუ 12 იმამი ყავთ. მე-12 იმამი მუჰამედ ალ-მაჰდი გაქრა, ანუ ფარულობაში გადავიდა და ელოდებიან მას, როდის გამოიჩინეს მე-10 საუკუნე 951 წელს თუ არ ვცდები, მაშინ გაქრა, ხო?
და შიიტები დღესაც ელოდებიან, რომ იმავე ისა მაჰდი უნდა გამოჩნდეს. ანუ მეორედ მოსვლის თემა არის აქ. მეორედ მოსვლა ისლამს ძალიან საინტერესოა. მეორე მოსვლა ემთხვევა იესო ქრისტეს მობრუნებას. ისლამი აღერებს ქრისტეები ჯვარზე არ გაუკრავთ, მაგრამ ცოცხალია, ალლაჰმა აიყვანა ცაში და ის უნდა მობრუნდეს. და მაჰდი და იესო ქრისტე, ანუ ისა ერთად დაამარცხებენ დაჯალი არის ანტიქრისტე ისლამში. დაჯალი ნიშნავს ცრუს, მატყუარას. ხო? ამიტომ ეს ყველაფერი აწყობილია ამაზე, აი ისლამურ მისტიკაზე და მესიანიზმზე დავარქვათ ასე. ამიტომ ჩვენა ვართ უფრო მაგარი მუსლიმები, ჩვენ უფრო მაგრები ვართ შიიტები, ჩვენ უფრო ლეგიტიმურები ვართ, ჩვენ უფრო მეომრები ვართ, ჩვენ უფრო შეუპოვრები ვართ და აი არაბები და სუნიტები დამარცხდით ამ ეშმაკთან, სატანასთან, პატარა სატანასთან, ისრაელთან და დიდ სატანასთან ამერიკას. ესაა მათი საგარეო კონცეფცია, მათი საგარეო ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, რომ უნდა ებრძოლონ დასავლეთს, უნდა ებრძოლონ ისრაელს. და ამის მერე უნდა მოხდეს მაჰდის მოსვლა, იმას რომ დაამარცხებენ იერუსალიმს, რომ გააუგებსა, გაანთავისუფლებენ, მერე ხდება მაჰდის დაბრუნება. ეს არის მათი რელიგიური კონცეფცია, რომელზედაც აწყობილია ყველაფერი მათი, ანუ კონკურენცია, ხო და რახან თქვენ კორუმპირებულები ხართ სუნიტები და არაბები, რახან თქვენ თავი არა გაქვთ რომ მოერიოთ ისრაელს ამ ბოროტებას, ხო? ამიტომ ჩვენ ვიზამთ ამას და ეს რომ მოხდეს, ამიტომ საყოველთაო ყველა ისლამურ ქვეყანაში უნდა მოხდეს ისლამური რევოლუცია და დაიწყეს ექსპორტი. ბოლშევიკებს გავდნენ ამით. ბოლშევიზმი თავიდან ტროცკიზმის ფრთაა განსაკუთრებით, ხო? სტალინმა შეცვალა რუსულ ნაციონალიზმში გადაიყვანა, თორე ეს იყო ინტერნაციონალური მოძრაობა და ექსპორტირება. უნდა მომხდარიყო ისლამური რევოლუციის. ეს რა თქმა უნდა დაემუქრა იმ არაბულ ქვეყნებს. იქ მონარქიები იყვნენ, იქ ბაასისტური პარტიები იყო უკვე მოსული სირიაში, ერაყში და კონფლიქტი გაღრმავდა სუნიტებს და შიიტებს შორის. ისლამის დროშა აიღო ირანმა. აიათოლებმა აიღეს ისლამის დროშა და ისლამის დროშა რაში მდგომარეობს, რომ ისრაელი უნდა გადავაგდოთ წყალში. იერუსალიმი, რომელსაც ალ-კუდს ეძახიან ისინი. ალ-კუდსი უნდა გავანთავისუფლოთ, ხო? ამიტომ ყველაფერი ამაზე იყო აწყობილი. ახლა როგორც და ყველაფერი სახელმწიფო სისტემაც ააწყეს ამაზე, რომ ჩვენა ვართ თავრები, ჩვენა ვართ ჭეშმარიტი მუსლიმები. სხვათა შორის არსებობს ასეთი ჰადისი გადმოცემა, რომ თითქოს და მათმა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა ასეთი რამე თქვა, რომ თქვენო გაიყო თავის მომხრეებს უთხრა მუსლიმებს, თქვენო დაიშლებითო ისევ როგორც ებრაელები დაიშალენო 71 ჯგუფათო, როგორც ქრისტიანები დაიშალენო 72 ჯგუფათო და თქვენ დაიშლებით 73 ჯგუფათო. მაგრამ ამ 73-დან ერთი იქნება მარტო ჭეშმარიტია. და აი ამ ერთის, ამ ჭეშმარიტი მიმდინარეობის პრეტენზია აქვს შიიტებს ზუსტად. ეს საკმაოდ ისეთი ენერგიული და გარკვეულწილად აგრესიული მოძღვრება არის შიიზმი. მით უმეტეს ისინი თვლიან დაჩაგრულები არიან, უსამართლოების მსხვერპლი არიან, რომ მოხდა ლეგიტიმაციის უზურპაცია სუნიტების მხრიდან. ამიტომ მე ძალიან ხშირად ვუსმენ, აი ჩვენი ექსპერტებიც ახ ბევრი, აი გაგნებაში არა, განსაკუთრებით ხოცური ფრთის ექსპერტები, რომ ისლამური სამყარო ირანს უდგას გვერდში. ხალხო სრული პასუხისგებლობით ვამბობ რა. არავით არის ისლამური სამყარო ირანის გვერდში არ დგას. სუნიტები, რომლებიც მუსლიმების 80%-ში ადგენენ, საკმაოდ აგრესიულად არიან განწყობილი შიიტების მიმართ. ერთი რამე მინდა ვთქვა, როგორც ისტორიკოსი. არ არსებობს ისტორიაში გიორგი შემთხვევა, როცა სუნიტები და შიიტები ერთად ვინმეს წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. არ არსებობს, გამორიცხეთ. ვერცეთი ვერავინ ვერ მომიყვანს იმის მაგალითს, რომ ნებაყოფლობით შიიტები და სუნიტები გაერთიანდნენ ვინმე მესამის წინააღმდეგ. პირიქით კი ხდებოდა ნამდვილად რა. ამიტომ ეს სახელმწიფო სისტემა გიორგი აწყეს ამაზე. ხა როგორ იმართება, ხო? სახელმწიფოს მეთაური, ანუ ისლამური რესპუბლიკის მეთაური არის ეგრეთ წოდებული რაჰბარი, ანუ ბელადი. ეს პარსული სიტყვა. ეს არის დიადი აიათოლა. დღეს მართავს ეს არის ალი ხომენეი. სხვათა შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი. ახლა მისი ოჯახი წარმოშვებას იჩემებს და ასეა მიღებული შიიტურ სამყაროში, საერთოდ ისლამში არის სეიდების ოჯახი. სეიდების ოჯახები არიან ისინი, ვინც არიან
უჰამედის შთამომავლები, კერძოდ ალისა და ფატიმას ან ჰასანის შვილები უნდა იყვნენ, ან ჰუსეინის, ნუ ამას თავი დავანე. ესენი ითვლება, რომ ხომენეი არის სეიდების ოჯახიდან. სეიდი ვინ არის? მას აქვს ყველაფრის უფლება, იურიდიული უფლებამოსილი, მას აქვს შეწყალების უფლება. მას შეუძლია, რომ გაანთავისუფლოს სიკვდილმის ჯილი, მას შეუძლია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გააუქმოს. ძალიან ბევრი ავტორიტეტი აქვს შეუვალი. მეორე დაჯგუფება შერიფებს ეძახიან, რომლებიც მექას და მედინას აკონტროლებენ, ხო? ისინი ჰასანის შთამომავლები არიან. ამიტომ არის რაჰბარი, ვინ ირჩევს რაჰბარს? სულიერი ლიდერი, ანუ ბელადი, რომელიც დღეს არის აიათოლა ხომენეი, ბევრს ეშლება ხომეინი და ხომენეი ერთ-იგივე გონი, ერთ კაცს ეგონა კიდე ასე, ამ ქვეყანას რომ მართავს, იმას ეგონა, რომ ერთი და იგივე. მაგაცის განწყობებზეც მინდა რომ მოსწავლე ამოვლენების კვალობაზე. ვინ ირჩევს? ეს არის ეგრეთ წოდებული ექსპერტთა საბჭო, 88 კაცის სასულიერო პირი, რომელიც ირჩევა საყოველთაო არჩევნებით. 8 წლის განმავლობაში არჩევნები ტარდება ირანში და ირჩევენ 88 კაცს ეგრეთ წოდებული ექსპერტთა საბჭოს, რომლებიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ რაჰბარს. ეს სასულიერო პირები არიან, ამათი სხდომები გიორგი ყოველთვის დახურულია. იკრიბებიან წელიწადში ან ერთხელ, ან ორჯერ, რამოდენიმე დღით. ეს მუდმივი ორგანო არ არის, ხო? ესენი ირჩევენ რაჰბარს და მათ შეუძლიათ გადააყენონ რაჰბარი. ანუ ესა რა ქვია, აიათოლა ხომენეი. ხო, ხამენეი. ორი იყო, ერთი აიათოლა ხომეინი და ახლა არის ხამენეი. შემდეგ აი ჩამოვა, ლუცებ ჩამოვა. კიდევ არის კონსტიტუციის მცველთა საბჭო. ეს არის 12 კაცი. საკონსტიტუციო სასამართლო შეგვიძლია დავარქვათ, თუნდ რელიგიური ნიშნი. 6 კაცს ნიშნავს რაჰბარი, ესენი არიან სასულიერო პირები. მაგრამ 6 კაცს ნიშნავს მეჯლისი, პარლამენტი, რომელიც არიან იურისტები. მათ შეუძლიათ ყველაფრის დაბლოკვა, ყველაფრის რევიზირება, ყველაფრის გაუქმება, კანონპროექტების გაუქმება შეუძლიათ. მაგალითად, მათთან ხდება კანდიდატების შეთანხმება. პრეზიდენტი იქნებით თუ გააქვს თუ არა კენჭისყრის უფლება, ამ საბჭომ ისინი იურისტები არიან, ის 6 კაცი, 6 სასულიერო, 6 იურისტი, ხო? მან გადის ყველაფერს ცენზურას. საკანონმდებლო ინიციატივები, კანონები, რომელიც მიღებულია კანდიდატები, პრეზიდენტობის კანდიდატებიც, მან თუ ვერ გაიარა, ვერ იყავს. ეს არის ფილტრი, რომელიც ფილტრი, ანუ ყველაფერს უყურებს რა. და არის მეჯლისი. ეს არის პარლამენტი, 290 კაცი არის, უმეტესწილად ახლა ირანში ორი მიმდინარეობა პოლიტიკური არიან კონსერვატორები და არიან რეფორმატორები. რეფორმატორები საკმაოდ ძლიერად იყვნენ, მაგრამ როცა ტრამპი გამოვიდა ატომური ხელშეკრულებიდან, რეფორმატორები მომხრეები არიან დასავლეთთან ურთიერთობის, დათბობის, იზოლაციონიზმიდან გამოსვლის, ნაკლები აგრესიულობის, უარს ამბობენ ისლამურ რევოლუციის ექსპორტზე, მაგრამ როცა ტრამპი გამოვიდა, მათი ავტორიტეტი დაეცა და ახლა მთლიანად ირანს მართავენ ესენი კონსერვატორები. ხო? ირჩევენ პრეზიდენტს. პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მინისტრები ყველაფერი, მაგრამ ყველაფერს ამის უფროსი არის რაჰბარი. მას ემორჩილება ჯარი, მას ემორჩილება ესა რა ქვია, ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი. არის კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელზედაც არავინ არ ლაპარაკობს. ეს არის ბასიჯი, ანუ მობილიზაცია. ბასიჯები გვანან საბჭოთა კავშირში დრუჟინიკები რო იყვნენ. სახალხო რაზმელები, ხო? ბასიჯები არიან აი რეზერვი ისლამური გუშაკთა კორპუსის, ხო? ესენი მართავენ ასე იმართა თეოკრატია რა არის, რომ სასულიერო პირები მართავენ ქვეყანას. თეოკრატია ორია დღეს მსოფლიოში. სხვა დანარჩენი არის საერო ხელისუფლება, ხო? ეს არის ვატიკანი და ეს არის ირანი. სადაც თეოკრატიული მმართველობის სისტემა არის. და დავასრულებ, ირანს აქვს ერთი თვისება, რაც განასხვავებს სხვა მათ შორის ქრისტიანული ცივილიზაციის შემადგენელი ქვეყნებიდან. ქრისტიანობაში საერო და სასულიერო თვითონ მაცხოვარმა გაყო იესო ქრისტე. კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმერთისა გაყოფილია. პრობლემა ისლამში არ არის. ისლამში ორივე არის შეერთებული. სასულიეროც და საეროც და აქ იმპერატივი მხოლოდ და მხოლოდ აქვს სასულიეროს. აი ეს ხოვობა. ასე იმართება ეს ქვეყანა. და მათი მთავარი საგარეო ორიენტაცია არის
ისრაელი უნდა განადგურდეს. ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ვიდრე არაბები, ვიდრე თურქები, ვიდრე სუნიტები. ამ მიზნის მიღწევაში. ეს არის მიზეზი, ეს არის. ეს იყო გაცხადებული მათ შორის საგარეო სამხედრო პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკის ამოცანა. ამას მოყვა უკვე ისრაელის რეაქცია, განხორციელდა ოპერაცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს და შეერთებული შტატები უკვე ჩაერთო. ალბათ ბევრისთვის მოულოდნელად ჩაერთო, მართალია წერტილოვანი დარტყმებით. ამას მოყვა ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც ვიტკოფის, ასევე ჰექსეტის თავდაცვის მდივნის, სახელმწიფო მდივნის რუბიოსი, რომ ეს იყო წერტილოვანი ჩართვა, პირობითად რო ვთქვათ, მხოლოდ იმ ამოცანისთვის, რომ დაებომბათ და გაენადგურებინათ ბირთვული იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურა, რომ ბირთვული საფრთხე ყოფილიყო მომავალში აცილებული, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ამ ოპერაციაში სხვაგვარად და არ განიხილება საერთოდ სახმელეთო ოპერაციის პერსპექტივა. სახმელეთო ოპერაციაზე არც ისრაელი არ ლაპარაკობს. მაშინ როგორი იქნება ომის დასასრული? როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი და ირანში ხედავ თუ არა რაიმე შინაგან რესურს, ნიშნულოვანი პოლიტიკური ცვლილებების თუ კი გარანაირი სახმელეთო ოპერაცია და არაფერი, ანუ გარეჩარევის ხარისხი რჩება ესე როგორც არის, რეჟიმი აჩვენებს თავის სისუსტეს მთელი მსოფლიოს და მათ შორის თავისი მოსახლეობის თვალში, მაგრამ ინარჩუნებს იმ სპეციფიური მოწყობის და ორგანიზების შედეგად რეპრესიულ ინფრასტრუქტურად, რომელთაც შეუძლია რაღაც პროცესებზე კონტროლი შეინარჩუნოს. პირველ დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა გუშინ ერთი რამ, გარდა იმისა, რომ დაანგრიეს ბირთვული ობიექტები. ხო, ნატანზაშიც, მასში რა ქვია, ისპაჰანშიც და ფორდოშიც. გარდა ამისა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი მოხდა, რომ ამერიკა უკვე არ არის შუამავალი, ამერიკა უკვე მხარეა. ანუ სტატუსი შეიცვალა. აქამდე ამერიკა იყო, რომ აი მე ვიშვამდგომ, ტრამპის განცხადებები იყო, რომ ჩვენ გიშვამდგომლებთ ისრაელს და ირანს შორის, მშვიდობა უნდა ჩამოვარდნოთ. ამერიკა აღარ არის შუამავალი, ამერიკა მხარეა, ომში ჩაერთო. ახლა ბევრი რაღაცებს ლაპარაკობენ განსაკუთრებით ამ ხელისუფლების, ჩვენთან ამ ხელისუფლების მომხრეები, რომ ისლამური სამყარო ირანის მხარეზეა, ჩინური არმია დაიძრა და გზაშია, პაკისტანი ჩაერთვება, ესე გონების მიღმიერ კრეტინიზმს ლაპარაკობენ უკვე. აშკარად ჩავარდნა აქვთ ქართული ოცნების, აი გუში რაც მოხდა, ქართული ოცნების პროპაგანდას მიადგა გამოუსწორებელი დარტყმა. იმიტომ რომ აქამდე ირანს ვერ მოერევიან, ამერიკას ეშინია, ძალიან ადრე გამოიტირეს ქოცებმა ამერიკა და დასავლეთი. ძალიან ადრე. მათთვის გაუმართლებლად ადრე გამოიტირეს. ახლა საერთაშ გარეთაც, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც ქოცები ერთმნიშვნელოვნად ირანის მოკავშირეებად ითვლებიან. ამაზე აღარავინ აღარ დაობს, მას შემდეგ რაც ის რა ქვია პრემიერ-მინისტრად წოდებული რომ გაუშვა ბიზნესს შარში რომ გახვია იქა ირანში რომ ჩავიდა გასვენებაში ხო პრეზიდენტის ყოფილი აც გარდაცვლილись ხო ამიტომ წარმოუდგენელ სისრულე მაგალითად ცალ-თვალით უყურებ ხოლმე რას ბჟუტურობენ ერთი ექსპერტი ყავდათ ერთ-ერთ ინტერნეტ პლატფორმაზე რომელიც ამბობდა რომ ჩინეთიო ფულს მიცემს ახლო ეგვიპტესო და ეგვიპტე დაესხმება ისრაელსო და გარდა ამისა ჩინეთიო აპირებსო ევროპაში ცხოვრები მუსლიმების აჯანყებას. ხალხო არ ვიცი კამერა სად არის. ხალხო არ ვიცი გასაგებია რომ უნამუსოები ხართ, არ იცით არაფერი, უნამუსობა პლუს უწიგნურობა, მაგრამ თქვენ ამორჩეველს მაინც გაუფრთხილდით ხალხო, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამორჩეველი ინტელექტუალურად არის ძალიან მოწყვლადი, იმიტომ რომ უმეტესწილად ეს უწიგნური ხალხია. უნდა ეწყინოთ რაც უნდათ ისხნან. უწიგნურ ადამიანზე ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ზემოქმედება არის ადვილი. და მე ეს ხალხი უკვე დაზიანებულია ფსიქიკურად. ამათი პროპაგანდა არის სახიფათო ფსიქიატრიული სამედიცინო თვალსაზრისით. და ამას კიდე უმატებენ ასეთ სისულელებს. რომ მთელი მსოფლიო ახლა გზაში არის და მიდიან რომ ირანი გადაარჩინონ და ისრაელი და ამერიკა გაანადგურონ. ახალი ინფორმაციები წამოვიდა რომ ვითომ რუსები აპირებენ ბირთვული ბომბის მიცემას ირანს, რომ მე ირანმა ეს ბომბი ესროლოს ისრაელს. წარმოუდგენელი კრეტინიზმია რა. არ ვიცი, სასაცილოც აღარ არის უკვე რაღაცა ეს არის ქრისტიანული გრძნობები გამიჩნდა ამათ მიმართ, რომ საწყლები, საწოდავები არიან.
რა სისულელებს როტავენ. ახლა რა შეეხება სახმელეთო ოპერაცია არ იქნება და არ არის ამის საჭიროება. სხვათა შორის ეს მიმართულება უკვე გავლილი აქვს ისრაელს, კერძოდ სირიაში. სირიაში როცა შეიცვალა ხელისუფლება ისრაელმა თავარქვათ ასე ჭალებში დრო იხერთა და ყველა სამხედრო ობიექტი გაუნადგურა სირიას. რომ რამე რო იყოს, ამ ახალ ხელისუფლებას მე რაღაცა მოუნდეს. სხვათა შორის დღევანდელ სირიის ხელისუფლებას საკმაოდ ისეთი ბიოგრაფია აქვს, ისლამისტური ბიოგრაფია. ნაბრძოლი ხალხია. ნაუმარი ხალხია, ხო, ამიტომ ფლოტი გაუნადგურეს, საზღვაო ძალები გაუნადგურეს, ავიაცია გაუნადგურეს, ისინი რა ყველაფერი გაუნადგურეს, ხო? ახლა სახმელეთო ოპერაცია ირანში წარმოუდგენელია, უაზროა და მე ბოლოს და ბოლოს ავიღოთ და საიდან უნდა შეიყვანონ ჯარი? საერთო საზღვარი არ აქვს, არც ისრაელს, არც ამერიკელები აპირებენ. ხო, ახლა რა შეეხება თვითონ ირანს, ხო, შიგნით სიტუაცია ძალიან რთული არის. ახლა პროგნოზირო გიორგი, ახლა არის შეკითხვები, რომელზედაც ახლა ამ მომენტში არ არის პასუხი. როგორ მოიქცევა ირანული საზოგადოება, არავინ არ იცის. ორი უკიდურესობა შეიძლება გადავიდეს, შეიძლება კონსოლიდაცია მოხდეს, ამ პირიქით ჩამოიშალოს. იქ არის რამოდენიმე საბაზისო ერთეულებია ქვეყნის შიგნით, რომელიც გასათვალისწინებელია. პირველ, ირანის მოსახლეობა არ არის ერთი ეთნიკური ერთეულის. მოსახლეობის ნახევარ დაახლოებით არავინ არ იცის, იმიტომ ირანში ეროვნებას არ თვლიან, ირანში ითვლება რელიგიურობა. აი მეჯლისშიც მაგალითად ქურთებს კი არა აქვთ წარმომადგენლობა და თავის კვოტა, არამედ სუნიტებს აქვთ. და ირანელი ქურთები უმეტესწილად არიან სუნიტები. მაგალითად სომხებს კი არა აქვთ წარმომადგენლობა, რომლებიც ცხოვრობენ, არამედ ქრისტიანების კვოტით არიან იქ. და დანარჩენი შიიტები არიან, ხო, რელიგიური ნიშნით არის, რახან თეოკრატიულია, ამიტომ ეროვნებას იქ მნიშვნელობა არ აქვს, არის რელიგიური, მაგრამ ირანში ნახევარი არიან სპარსელები. დაახლოებით 25-30% არიან აზერბაიჯანელები და ფაქტიურად იმ ქვეყანას აზერბაიჯანელები მართავენ. რახბარიც ეს არის აზერბაიჯანელი და პრეზიდენტიც პეზეშკიანიც არის აზერბაიჯანელი და საერთოდ არის მცდარი შეხედულება, რომ თითქოს და იქ აზერბაიჯანული მოსახლეობა არის სეპარატისტულად განწყობილი. არა, მეგობრებო, ირანში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელების ეთნოფსიქიკა რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელების. ჯერთი მათი წარმომავლობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელების საფუძველი არის თურქული მოდგმის ხალხები პლუს კავკასიელები, ან ძველი ალბანელები. ასე ესენი უფრო შირვანელები არიან. რაც შეეხება ირანელ აზერბაიჯანელებს, მათი საფუძველი არის ძველი მიდიელები, თურქები, სპარსელები, გარკვეულწილად არაბიზაციაც მოხდა მათი, აბსოლუტურად სხვადასხვა ეთნოფსიქიკა აქვს და მე იქაური აზერბაიჯანელები როგორ თვლიან, იცით? რომ ირანს კი არ უნდა გამოეყონ და ამ აზერბაიჯანს შეუერთდა. არავით, ეს აზერბაიჯანი უნდა მიუერთონ ირანს, იმიტომ რომ საერთოდ ირანს მე-7 საუკუნის მერე, როცა არაბები შევიდნენ და ძველი სპარსული დინასტიები დაემხო, ხო? ირანს ეთნიკური სპარსელები არ მართავდნენ. აი, რამდენი 13 საუკუნეა, გიორგი, რას გულისხმობ? ჯერ შევიდნენ არაბები და ხალიფატი იყო, მერე იყვნენ მონღოლები. ცოტა ხანი იყვნენ ბუიდები, რომლებიც ქურთული დინასტია იყო, მაგრამ ხალიფატი მაინც არსებობდა მაშინ, უпроსოდ მონღოლების მერე სულ წამოვიდა თურქული დინასტია. ეს არის აკოინლუ, ყარაყოინლუ, ავშარები, ყაჯარები, სეფიანები. ვისაც ეს თემები დეტალურად დაინტერესებს, უთხრათ რომ დროების YouTube. არა, მე რისი თქმა მინდა. ირანს მართავენ დღეს. მართავენ ეთნიკური აზერბაიჯანელი. შენ საუბრობდი იმაზე, სად არის რესურსი საპროტესტო მობილიზაციის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ პოლიტიკური პარტიები არ არის, პოლიტიკური აქტივისტები დიდი ხანია ციხეში არიან, გარეთ არიან. ხო, აი ეს არის საინტერესო. როგორ შეიძლება, აი მაგალითად ფეხლების შთამომავალი აკეთებს რაღაც გარკვეულ განცხადებებს, თუმცა რო ვთქვათ, რომ ეხა თავად ირანში ამას რა იმე ტიპის მასობრივი გამოხმაურებები აქვს, არა, ამ ეტაპს ჯერ ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში ამას, არც იყო მოსაოდნელი. ვრცელდება
ინფორმაცია, რომ ძალიან გააქტიურდა რეპრესიები, მიმდინარეობს ეჭვების საფუძველზე პოტენციური აქტივისტი ადამიანების დაკავება, დაპატიმრებები, მათი იზოლაცია და ასე შემდეგ. ანუ რეჟიმი ადგილზე ხო ხა გაჩერებული არ იქნება, ჰაერში ვერ აკეთებენ ვერაფერს ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან, თორე თავის მოსახლეობასთან ისინი ამას ახერხებენ. თუმცა იქ არის სამი დაჯგუფება, უნდა ვთქვათ, რომ სამი ძლიერ ძალა. ეს არის ემიგრაცია, დაახლოებით 5 მილიონია. კი არიან მოწყვეტილები ირანს, მაგრამ სხვათა შორის აიათოლების ხელისუფლების პერიოდში, როცა ეს დღევანდელი ისლამური რესპუბლიკა, მათ საზღვრები არ ჩაუგეთიათ. ამიტომ მისვლა-მოსვლა არის. ეს არის ემიგრაცია დაახლოებით 5 მილიონი კაცია. იქ ერთი პირი არა აქვთ, მაგრამ მაინც მთავარ ავტორიტეტად შეხზადე, ანუ შახიშვილი, უფლისწულ რეზა კიროს-ფეხლევი ითვლება. თუმცა არ არის გადამწყვეტი ფიგურა. მეორე, ეს არის ახალგაზრდობა და ქალაქები. ეს არის ალბათ ყველაზე ძლიერი ძალა, ოღონდ ამას მეთაური არ აქვს. ახალგაზრდობას უნდა ცვლილება. მეთაური არ ყავთ, მაგრამ თვითორგანიზების განსხვავებული უნარებია თაობებისაგან. მესამე, ეს არის ელიტები. ეს არის ელიტები, ახლა იქ ჩვენ თუ უკვირდებით, დასავლეთი კონტაქტირებს პეზეშკიანთან, ანუ საერო ხელი პრეზიდენტთან. და სხვა შორის ძალიან საინტერესო მაყურებელი თუ მიექცევდა ყურადღებას ჰექსეტის თავდაცვის მდივნის დღევანდელ განცხადებაში საღამოს ტრამპის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ დაარტყეს მარტო ბირთვულ ობიექტებს და არ შეეხდნენ საერთოდ სამხედროებს. ანუ არმიას არ კიდევ ხერხდება. თუ ძალიან უცნაური განცხადება იყო, მაგრამ არ იყო შემთხვევით. პრინციპში მოსალოდნელიც არის, იმიტომ რომ იქ შეიარაღებული დიდი ძალა ირანში არის ორი, არმია და გუშაგები. არმია გერივით აყავს ამ ხელისუფლებას, ყოველთვის არმიას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ და ნაკლები ნდობა არის გენერალიტეტის მიმართ. ამიტომ არმიასა და გუშაგთა კორპუსს შორის დიდი დაპირისპირება არის. მე რამდენადაც ახლა რაღაც ინფორმაციები გამოდის დაუდასტურებელი გიორგი, რომ თითქოს და მას უფლისწულ რეზა ფეხლევის გარკვეული რაღაცა მაქვს უკვე გენერალიტეტთან, არმიასთან. არმიას ხელს არ კიდებენ რა. მე არ გამოვრიცხავ, რევოლუცია ახლა შეიძლება არ მოხდეს, თუმცა გამორიცხული არ არის, მაგრამ როგორც კი ეს გადავა ეს სიტუაცია ახლა სულ ხარ გაგრძელდება. როგორც კი ირანის საზოგადოება გადაიაზრებს. რა თქმა უნდა, მოხდება, იმიტომ რომ ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს თამაში ფული დახარჯული. და აღმოჩნდა, რომ ჰაერში თვითრინავსაც კი ვერ არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ელიტაში მოხდეს გადატრიალება. ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და დიახ, კი ბატონო. რა გავლენას მოახდენს ეს რევიზიონისტულ სახელმწიფოებზე, ტირანიებზე, ან ისეთი ტიპის რეჟიმებზე, რომლებიც ფსონს იყვნენ ჩამოსულები ავტორიტარული რეჟიმების მშენებლობის მიმართულებით. მათ შორის ჩვენი ხელისუფლება, თქვათ რა, არაფერი დასამალი არ არის. ჩვენ ძვირფასო ქართველებო მშვიდობის ზახილში აღმოჩნდით რევიზიონისტული სახელმწიფოების ბანაკში. დღევანდელი საქართველო ახლა მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, ოპოზიციურად ვართ განწყობილი თუ არა ვართ განწყობილი, საქართველო არის ირანის მოკავშირე დღეს, ოფიციალურად, დღევანდელი ხელისუფლება. ხო? ეს რა თქმა უნდა დაარტყმა. რუსეთს მთავარი მოკავშირე ეცლება ხელიდან. აქედან კიდევ ვიღებთ ერთ დამადასტურებელ საბუთს, რომ რუსეთი არ არის საიმედო მოკავშირე. გაყიდეს სომხები, გაყიდეს სირია, ყიდიან ირანს. რაც შეეხება ჩინეთს. შეიძლება გაყიდვაც არ უნდათ, მაგრამ რესურსი აღარ აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს მაგის იმედზე. არის ლაპარაკი, რომ ორმუზის სრუტე შეიძლება. საბჭოთა კავშირის დროს იყო იმ მასშტაბის რესურსი, რომ ქვეყნის გარეთ თავიანთი საგარეო პოლიტიკური ამბიციები ეკუებათ კიდეც. ეს რუსეთი რუსები არასდროს არ უყვარდათ. არ ჩახის დროს ცუდი ურთიერთობები არ ქონდათ. მაგრამ მით უმეტეს არც ისლამური რესპუბლიკის დროს, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში ცუდად ახსოვთ. კი ბატონო. ხო, ამიტომ ძალიან მძიმე სიტუაცია. ირანი არის მარტო დარჩენილი, მას მოკავშირე ჩინეთი არ გამოიდებს თავს და მე კიდე ერთ რამეზე შევთანხმდეთ. ყველა მისი ვითომ და მოკავშირე ქვეყანა შეთანხმებულია. მთელი მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ირანს ატომური ბომბი არ უნდა გქონდეს. რუსეთიც ეთანხმება ამ მოსაზრებას, ჩინეთიც ეთანხმება. ამიტომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია, თუმცა მე ვთვლი, რომ უკვე გადამწყვეტ უღელტეხილი გადავლილია იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა ღამე. ამერიკა უკვე საომარი მხარე არის რა. და არ დაგვავიწყდეს იქ უკვე 3 საავიამზიდო ჯგუფი არის შესული რა. რომელიც როგორც ჩანს кайხანი იქიდან აღარ გამო. კი, და რომელიც მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ერთი რამე მინდა თქვა, ორ წიანდებას ვეთქვი და დავასრულებ. ძვირფასო ქართველო, ვიფიქროთ ერთ რამეს.
ირანი ისრაელზე არის 71-ჯერ მეტი ტერიტორიით. 10ჯერ მეტი მოსახლეობა ყავს. ისრაელი არის წმინდა ბუნებრივი რესურსები ჯოჯოხეთია, მაგრამ 64 მოაწყეს ებრაელებმა. ხოლო ჩვენ ქართველები ცხოვრობთ 64-ში და ჯოჯოხეთური სახელმწიფო მოვაწყოთ. აი ამაზე ვიფიქროთ, რა შვება ისა ებრაელი ხალხი, როგორ იბძვის თავის ღირსებისთვის, არსებობისთვის და თავისუფლებისთვის. თავისუფლების უფლება აქვს მარტო მებრძოლ ხალხს რა, დაჩაგრულს, წაკოზულს და დამხობილს მუხლებზე თავისუფლება არ ეკუთვნის რა. მე მგონი ძალიან ბევრ დასკვნებსაც გამოვიტანთ და ის დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, შეხედეთ რა დღეში არიან დღევანდელი ქოცები, ვერაფერს ვერ ლაპარაკობენ. იმიტომ რომ მათი იდეოლოგიური ისა რა ქვია, თეზისები ჩამოინგრა ჩვენ თვალწინ რა. ამიტომ მე ვთვლი რომ მიუხედავად იმისა, ცუდი და სახიფათო ამბები ხდება, პროცესი მაინც ცვლილებისკენ მიდის. ტრამპის იზოლაციონიზმთან დაკავშირებით. ახალი ტრენდი აქვს რუსებს, რომ იმანა თქვა, თუ გაიმეორებთ, კარგი იქნება ქოცებო, რომ ტრამპიო ნამდვილი გააქრესო დუგინმა თქვა. გააქრესო და სხვა ტრამპი დასვესო, ორეული მართავსო ახალ აი დუგინებზე და სხვებზე ვისაუბრებ ჩვენ ახლა ცოტა ხანში, როცა ოდნავ მოგვიანებით მათე კირვალის ვლოგი იქნება, მანამდე თიკო ერაძის სიუჟეტი მინდა შევთავაზო მაყურებელს, შენ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და შვიდობა ირანს და შვიდობა ისრაელს. მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ იმავე ირანსა, ისრაელზე ახლა უკვე საბერძნეთს მივუახლოვდით ჩვენ თუ გაინტერესებთ ისტორიაზე, მნიშვნელოვანი ცნობების მოგროვება, საინტერესო ინტერპრეტირება, საინტერესო ისტორიები, ამბები, რომელიც ბევრ წიგნშია გაბნეული და ქართულად შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომი. უყურეთ დროების YouTube არხზე გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც სწორედ გუბას სანიკიძე უძღვება. მადლობა მას ამისთვისაც.